შინაგანი კონფლიქტი კარიერასთან მიმართებაში გსმენიათ ან ქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება. კარიერის ეტაპზე ბევრი ადამიანი აღმოჩნდება მდგომარეობაში, როდესაც სამუშაოზე მისვლა იმდენად აღარ უხარია, გარემო რომელიც წლების განმავლობაში мотивაციას მატებდა, ახლა პირიქით უმოტივაციოს ხდის და უფრო მეტიც სამუშაო პროცესი იწვევს შინაგან კონფლიქტებს და დახრილობას. ქალთა ლიდერობის მენტორი და კოუჩი ნინო მიქავა შემოგვიერთდა და სწორედ მასთან ერთად გავარკვევთ, რას ნიშნავს ეს შინაგანი კონფლიქტი კარიერაში. შეიძლება არ ზიფიქრიათ და გქონდეთ ეს რაღაცა დიდი დისკომფორტი სამუშაო პირობებში, რომელიც შეიძლება სწორედ აი ამ ერთგვარ შინაგან მდგომარეობას უკავშირდებოდეს. დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობის. ჯერ გაგვარკვიეთ, რა შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას და ესე ვთქვათ გაჩნდეს და შეგაწუხოს ამ შინაგანმა კონფლიქტმა კარიერის დროს, კარიერაში. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, განსაკუთრებით ბოლო დროს მოიმატა. ჩემთან მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი წარმატებული, განსაკუთრებით ქალბატონები, თუმცა რაღაცა ქალბატონების წარმატება უფრო გულშემატკივრობ, რა ვქნა. მოდიან და ამბობენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, წარმატებული კარიერა მაქვს, რა ვიცი, 10-15 წელია ვმუშაობ, შემოსავალი კარგი, ყველაფერი კარგი, მაგრამ რაღაცა ისე ვერ არის. აქვს სიცარიელის განცდა, ან აი ხვდებიან, რომ კარგად ვერ არიან და სახელს ვერ არქმევენ. მე თვითონ მაქვს ეს გამოცდილება, გარკვეული დისკომფორტები, მე თვითონ მაქვს ეს გამოცდილება. ერთ-ერთ კომპანიაში ერთ-ერთი დირექტორი ვიყავი, პარკინგზე მანქანას რო გავაჩერებდი, 15 წუთი მანქანიდან ვერ გადმოვდიოდი და სულ მქონდა ეს მეტაფორა, რომ აი ბავშვს რო ბაღში წასვლა არ უნდა. და ამ დროს შეხარ დირექტორი როგორ არ გინდა სამსახურში წასვლა და ამას ვერავის ვერ უხსნით. ან ქალებისთვის მაინც კიდევ უფრო რთული ალბათ. იმიტომ რომ რამდენიმე როლის შეთავსება უწევთ და თქვათ რაღაცა რომ აი რა დროს ეგ არის ახლა ბავშვები არის წამოსაზრდელი და სტაბილურობა თუ ცვლილებები და ხშირად აი ეს კონფლიქტი რას ნიშნავს რომ სხვადასხვა ნაწილი გეკაჩება სხვადასხვა მიმართულებით მაგალითად შენი ერთი ნაწილი მოითხოვს სტაბილურობას და უსაფრთხოებას რო ხო გაქვს ეს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად რაღაცა უკვე აწყობილი კარიერა მეორე ნაწილი ითხოვს ცვლილებებს რაღაცა ზრდა მინდა რაღაცის შეცვლა მინდა მაგალითად მინდა რომ უფრო მქონდეს მნიშვნელოვანი საქმის ეთების განცდა. ნინო, ერთი თავარი კითხვა მიჩნდება მე თქვენ პარკინგზე დგომისასაც გამიჩნდა ზოგადად ასეთ ადამიანებთან. თავარი შეკითხვა ასეთია, უყვართ თუ არა თავისი საქმე, ანუ რასაც ემსახურებიან. ასეთ ქალბატონებს, ვისაც ეს შინაგანი კონფლიქტი იყვარს, მაგიტომაც არის რა, რომ ეს შინაგანი კონფლიქტი, ეს შინაგანი არის და გარედან არ ჩანს იმდენად და თქვათ ვერ ხვდებიან რა სჭირს, ამიტომ სახელით არ ქონდა იმას აკეთებს. კი, გიყვარს, აკეთებ, ამდენი წელი მოხვედი, კარიერულად გაიარეს ყველა ნაბიჯი და ეხა მიხვდი რომ რაღაც გაიყინე. აი მე მაგალითად პარკინგზე რო ვიდექ, სახელი როცა დავარქვი იყო რომ აი გაყინულობის განცდა მქონდა და ეს იყო ეს კვლელი განცდა. ხო, აი რაღაცა ვეღარ ვითარდებდი რომ ამეკვია და ეს აზრი იყო იმ კვლელი განცდა. ვერავის ვერ უხსნით გაკითხები რომ აი რა დროს ეგ არის. აგერ ამდენი მე-5 შვილი მყავს, ბავშვები, პატარები გასაზრდელი, ამდენი რაღაცა ფინანსური ვალდებულებები. კარგი სამსახური, ხო, ესეთი კარგი სამსახური, რაღაცა აწყობილი გაქვს კარიერა, კარგი რაღაცა ფიქრები გადაგიulis. ხეჩნება მე რომ ისე შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება პირიქით. გავაფუჭოთ ყველა. კი, ზუსტად, აი დიდხანს როცა ვიგროვებთ სახელს არ ვარქმევთ, არ ვაღიარებთ. რაღაცნაირად საკუთარი თავის ღალატიც გამოდის და მე ისეთი რაღაცა დანევროზებულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ხშირად, რომ წვავენ ხიდებს და რადიკალურად აღირავებენ მთლიან კარიერას. და აი შინაგან კონფლიქტზე ვლაპარაკობ, სხვა ნაწილები რო გეკაჩება სხვა მიმართულებით, რომ ერთი თქვათ რაღაც ამას ლოიალურობა ზუსტად იმიტომ რომ გიყვარს ის საქმე, თანამშრომლები, კომპანია, არის რომ აი ცვლილებები მჭირდება, გაზრდა მჭირდება, რაღაცა სხვა იდენტობა მჭირდება, მაგრამ ვერ ვღალატობ ჩემს გუნდს, აი ან ჩემს კომპანიას როგორ გავუკეთო, ხა როგორ წავიდე, ან ოჯახს როგორ გავუკეთო შემოსავალი და დავკარგო. კიდევ კარგი მაგალითია, ნახეთ, თქვენ ამ შემთხვევაში როგორც ჰედი ისე ფიქრობთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჰედები. ანუ მათთვის უფრო ადვილი არ არის ვიდრე ჰედისთვის, რომელიც უკვე რაღაც სტატუსს ატარებს და უკვე სადღაც მწვერვალზეა თავისი სამსახურეობრივ მწვერვალზე. იქედან შეცვლა უფრო რთულია, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალ პოზიციაზე არის ადამიანი, ოპციები უფრო ნაკლები არის. მაგალითად, რომ მივიდა ადამიანი სამსახურში, კარ კომპანიაში მივიდა სამუშაოდ, გარკვეულ საფეხურს მიაღწია, ანუ რაღაციდან დაიწყო და გარკვეულ საფეხურს მიაღწია. და ამ დროს დაიწყო ეს პრობლემა, ანუ მან რაღაცა გზა გაიარა თავის თავთანაც ამ პროფესიაში შეიმეცნა, ისწავლა. ზუსტად წარმატებისგან უფრო მოდის შინაგანი კონფლიქტი ვიდრე მარცხისგან. დიახ, ზუსტად ამ გზას გადიან.
და მაინც აი ეს თავარი რა არის, რაც აკლიათ ასეთ ადამიანებს, აი მაინც მინდა რომ გავიგო, აი და რომ შეცვალა ეს და მიიღო ეს დიდი გადაწყვეტილება და შეცვალა. სად მივიდა? ერთ-ერთი ცნობილი ავტორი ამბობს, ფსიქოლოგიური ევოლუციის ავტორი, ვინც არის, რომ ესე ახასიათებს რა, რომ შენი ღირებულებებიო შიგნიდან გიკაკუნებსო პერიოდულად და გახსენებს თავს, რომ რაღაცას ისეც ვერ აკეთებ, ღალატობ შენს თავს, ღალატობ შენს ღირებულებებს, შენს იდენტობას, როგორიც სინამდვილეში გინდა რომ იყო. მაგრამ შენი ეგო ამ ხმას ახშობს, რომ მოიცა ეხლა რა დროს ეგ არის, აი ძლის მიმიღწევი ამ წარმატებისთვის, აგერ ამდენი ხშირად კიდე პრობლემა რა არის, რომ გონიათ რომ ეს წინა გამოცდილება უნდა დაკარგოს და რა ვიცი, ანაგვეზე მოისროლოს, მაგალითად რომ შეცვალოს რაღაცა კარიერაში. და ისე რადიკალურად ყურება უფრო მეტ შიშს იწვევს, ცვლილებების შიშს და ვერ ღალატობს, თქვათ, ამ თავის წინა გამოცდილებას, კოლექტივს, რაც თქვი წეღან ხო, ეს ლოიალურობა თუ გააზრდა თუ ცვლილებები, თან მინდა ცვლილებები, თან მეშინია. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს, რომ სწორად აი ეს ხმა, მაგრამ მე ისე ძლიერად გიკაკუნებსო, ყვირისო, უბრალოდ რომ აი ვეღარ ახშობ, ან ესეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებ, ან ცხოვრობ ესე გამოფიტული და ხშირად ერევად ხოლმე გადაწვაში და გადაწვას იწვევს კიდეც ეს ხო burnout-ს. და ენერგიებს დააკვირდითო, თქვა, ფიტავს ეს შენი სამუშაო, გადრენირებს რაღაცა სხვა გინდა, რაც ენერგიით შეგავსებ და თუ რა და მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ხმა განვასხვაოთ, რომ რა არის ეს მდგომარეობა, თქვა, შიში ხმა განვასხვაოთ ღირებულებების ხმისგან. აი შიშის ხმა ხშირად კატასტროფულად გვაჩვენებს, რომ დაიქცევა ყველაფერი, აი ეს როგორ შეიძლება ამ ხელა მარტო რისკებს ხედავ და ღირებულებების ხმა შენთვის რა არის მნიშვნელოვანი? აი აჭიკომ რომ დაიწყო მაგალითად მიხვედი კომპანიაში დამწყები თუ ხარ, თუ ატყობ რომ თქვა რაღაცა ისე ვერ არის, თუ ეს როლიდან გამომდინარეობს და უბრალოდ ყველაფერი მოგწონს ამ კომპანიაში და შენს ღირებულებებთან თანხვედრაშია, მაგრამ ეს როლი არ მოგწონს, შეგიძლია როლი შეცვალო. მაგრამ თუ გარშემო, ანუ ეს ღირებულებები არანაირად არ მოდის შენ შინაგან ღირებულებებთან თანხვედრაში, მაშინ უნდა შეიცვალო გარემო. და რაც შეეხება ამ შიშს, რომ ეს რადიკალური ცვლილებების შიში რო არის და რა დროს ეს არის, თან ხშირად ეს ემთხვევა შუახნის ასაკს. იმიტომ რომ აი როგორც წესი, აი 10-15 წლის გამოცდილება რო არის და როგორც თქვი გავიმეორებ სპეციალურად, რომ წარმატებიდან უფრო მოდის და არა მარცხიდან, რომ მიაღწია კარგად გამო. ხო, რაღაცა ეტაპამდე მე ვერბალიზებას ეგრე აკეთებ. მოვიდა ის რაც უნდა და იდეაში, ხო? ერიდება, ხო, მოდის, თქვა, ჩემთან როგორც მენტორთან და აი ერიდება ამ თავისი ნათქვამის რომ ამბობს, რომ ყველაფერი კარგად, აი რა მინდა ვერ ხდება, მე მგონი არც არაფერი, მაგრამ აი რაღაცა ვერ ვარ კარგად რა, ისიც არის გასთან მომბეზრდა. აი ამას უკვე მივაღწია, მივხვდი რომ აი ეს მაგრად გამომდის. მაგრამ საკმარისი არ არის, ხო, აი კომპეტენტურობა არ ნიშნავს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მინდა ვაკეთო. რა დროს ხდება? რა დროს ხდება? ანუ როდის ვართ მართალი, როდესაც უკვე ჩვენ თავთან ვამბობთ, რომ მორჩა, ეხლა რაღაცა უნდა შევცვალოთ. რომ მე ამაზე არ ვინანო. აი რა უნდა იყოს ის ძირითადი? არის ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მაინდა-მაინც აი რა შევცვალოთ, შეიძლება არ დავიწყოთ. და პირველი რითიც იწყება არის, რომ საერთოდ სახელი დავარქვათ ამ მდგომარეობას და მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ ვიგრძნოთ და ამის ვერბალიზება, კონფლიქტის ვერბალიზება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ხო, კარგად ვერ არის, ჩემი ერთი და განვასხვაოთ, ჩემი რა ნაწილი, ერთი ნაწილი რა სითხავს და მეორე ნაწილი რა სითხავს, რომ ეს კონფლიქტი მოიცა, ჩემი ორი ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით მეკაჩება და აი ამ ჭიდილში ვარ და ეს ერთი ნაწილი რა სითხავს ჩემგან და როგორც წესი პასუხები მოდის, ან შეგვიძლია ამიტომ მიდიან მენტორებთან, ამიტომ მიდიან კოუჩებთან, ან სანდო კოლეგებს ესაუბრებიან, მაგრამ ამის ვერბალიზება ძალიან მნიშვნელოვანი არის. შემდგომ აი განვასხვაოთ ეს ხმა, რომ შიშის ხმა არის, რომელიც გვესმის, რომ არ შეიძლება რომ წახვიდე, შეცვალო ცვლილებები რაღაც რთულია, თუ ღირებულებების ხმა გვეძახის, რომ აი ეს მინდა. იდენტობა ხშირად არის ხოლმე აქაც ეს შინაგანი კონფლიქტი, რომ ვინ ვიყავი და აი ხა ვიხვდები. აი როგორი გავხდი, მოწყენილი, რა ვიცი, უსიხარულო და სხვა იდენტობა მინდა და ამას როგორც კრიზის კინო შევხედავთო, ესე გვირჩევენ რა, უნდა შევხედოთ როგორც იმიტომ ზრდას მოაქვს ეს. ანუ დრო მოვიდა ცვლილებებისთვის, გავიზარდე, იდენტობის გაფართოვების დრო არის და თქვათ ეს არ ნიშნავს, რომ წინა თავი უნდა წავშალოთ ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ რაღაც ახალი თავი დავამატოთ ჩვენს ცხოვრებას. და როგორც თქვით, ესე რადიკალურად ამოყირავების და ხიდების დაწვის გარეშე ცადოთ. რაღაც ექსპერიმენტირებით, მაგალითად დამატებით დავიწყოთ
თქვა დამატებით პროექტი მაგალითად ძალიან ხშირად იწყებს ეგეთ დროს ადამიანის სწავლებას, მენტორობას, ხდებიან უფრო დამწყები კოლეგების მენტორები, ლექტორები და ასე შემდეგ ეხმარებიან სხვებს. ანუ მაინც ამ პროფესიაში რჩება ასეთი ადამიანი. ამ პროფესიაში რჩება, მაგრამ ახალთავს მის ცხოვრებას. და თქვა ამ დაგროვებულ ცოდნას იყენებს იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს. ანუ მნიშვნელოვნებას ზენს მის კარიერას და მის ცხოვრებას და აფართოვებს მის იდენტობას. ანუ არა მხოლოდ თქვა რაღაცის მენეჯერი ან დირექტორი ვარ, არამედ ასევე ვარ ლექტორი. ან ღირებულებებს ემსახურება, იწყებს თქვა საზოგადოებაში რაღაცა კონკრეტული ღირებულებების ან საჭიროებების ადვოკატირებას. ან შეიძლება დამატებითი პროექტი დაიწყოს, რომელიც თქვა მის უშუალო საქმიანობასთან კონფლიქტ ჯარმადის ხელს არ უშლის და მოსინჯოს, ან ექსპერიმენტებით, პატარა ნაბიჯებით იწყება და თუ ხედავს, რომ მზად არის უკვე ამ დიდი ცვლილებებისთვის, შეიძლება დიდი ცვლილება დაიწყოს. ანუ ამ წინა გამოცდილებასაც მეც მქონდა ეს განცდა. როგორც ეთერამდე გაგიზიარეთ, აი ჩემი დიდი გამოცდილება 20 წლიანი გამოცდილება, ამოვაყირავე კორპორატიული გამოცდილება და სულ სხვა როლებში გადავერთე, აკადემიურ როლებში, თქვა ლექტორი, ასე შემდეგ. და მთავარი პრობლემა ძალიან ბედნიერი ვარ. ანუ ყოველთვის ბევრს მუშაობდი, ახლა ძალიან ბევრს მუშაობ, ეს სხვა გამოწვევა არის ჩემი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. კი. შეიძლება ერთ აწელიწადში ესეც ისევე დაუშვათ შეგეცვალოთ, როგორც უწინ მოხდა? აი, არ ვიცი, ასაკობრივად, როგორ იქნება, არ გამოვიწყო. არ შეგაშინებთ არც ეს ხა? არ შემაშინებთ, რომ სულ ვიმატებ რაღაცა როლებს, ცვლი რაღაცებს, ესე პატარა ნაბიჯებით, რაღაცებს ცვლილებებს ვარ. და ამოაყირავეთ ამბავი 20 წლის გამოცდილება და ძალიან მტკივნეული იყო თავის დროზე, მაგრამ ახლა ვარ ძალიან ბედნიერი, როგორც თქვი. და არ არის სავალდებულო ეს რადიკალურად ამოყირავება, შეგვიძლია დავიწყოთ და ვცადოთ, იმიტომ რომ ხშირად ეგ შიში არის, ეტაპობრივად. და ხშირად როცა ვთქვათ, აი აქამდე მივდივართ მეც და ვთქვათ კლიენტი, კოლეგა, ვისთანაც ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, უფრო კმაყოფილები ხდებიან ამ გადაწყვეტილებით და აი მთავარი მაინც არის, რომ ვერ აი სახელის დარქმევა და იდენტიფიცირება ვერ ხდება. აი დაბუჟების მომენტი არის, ხო? აი ერთ ჩვენი დღესაც პარკინგზე idekit და აღარ ახვედით სამსახურში თუ როგორ? არა, აი ეს გრძელდებოდა ყოველ დღე და ვამბობდი, რომ აი როგორც ბავშვს არ უნდა ბაღში წასვლა, გავიგე ჩემი შვილების მდგომარეობა, რომ აი რატომ არ უნდა ბაღში წასვლა, რომ აი არ გინდა სამსახურში წასვლა, რომ ხალხი გელოდება, შენი გუნდი გელოდება. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არის და ვერავინ ვერ ხვდება, რომ რა გაკლია. ან კარგი რა ზრდა მოგინდა და იგონებ ახლა რაღაცაში შუახნის ასაკის კრიზისი გაქვს და რაღაცას იგონებ. იქვე არ შეიძლება რაღაც ცვლილებები, რაღაც სხვა სტრატეგია, სხვა რაღაცა, რომელიც შეცვლი და ყოველდღიურობა. მადლობა რომ შემახსენეთ, რომ ამოწურვის მომენტი დგება ზოგჯერ. რომ ამოწურე შენი თავ ყველაფერს მიაღწიე და უმტკიცე შენს თავს მიაღწიე და აი ამოწურე, აი ეს განცდა გაქვს, რომ ამოწურე. მეტი რაღა უნდა თუ არ გაქვს გამოცდილი ვერ ხსნი, მაგრამ მკვლელი განცდა არის შიგნით, აი ისე გფიტავს, რომ არაფრის თავი არ გაქვს. და უკვე გიჩნდება, რომ აი მე ვღალატობ ჩემს გუნდს, ჩემს საქმეს, ცუდი ადამიანი ვარ. აი რაღაცნაირად ვალიდაციას ვერ უკეთებ შენს გრძნობას და ამ დროს შენს თავს ვღალატობ. ამის სახელის დარქმევა და ესე დრამატულად და კატასტროფულად შეხედვა კი არა, უბრალოდ დარქმევა რომ გავიზარდე რაღაცა სხვა რაღაცის დრო მოვიდა ან ჩემი იდენტობა, ჩემი ღირებულებები სხვა თავს რომ სხვაც მოსინჯოს, სხვა რაღაცას მოსინჯოს. ჯერ აი კარგად გავერკვეთ, იმიტომ რომ ეს ნევროზული მდგომარეობა და გამოფიტვა და იმერ ვიყავ რომ ასლო ავიდა და ძალით უნდა ახვიდე და ძალადობ შენს თავზე ან გარემო ძალადობს, იმიტომ რომ თქვა შეიძლება ოჯახი არ იყოს მხარდამჭერი ამ დროს და გითხას რომ რა დროს პარტნიორმა გითხას რომ თავარი სახელი სახელი დავარქვათ იმას, რაც გჭირს, ხო ასე? კი, სწორი სახელი დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ რა არის და აი, როცა ესეთი ნევროზული მდგომარეობა არის და შფოთვითი სიცხადე იკლებს და ცხადად ვერ ხედავ და გერევა საერთოდ ეს დიდი აჯანყსანდალი არის ფაქტორები, იქ მილიონი რაღაცა მოდის ესე. სიცხადე, ზოგჯერ შეიძლება პაუზა იყოს საჭირო, რომ რაღაცნაირად დავისვენო ყველაფრისგან, გამოვეთიშო, ან იყოს შვებულება, ან ცოტა უფრო ხანგრძლივი შვებულება, დავისვენო და მივხვდე საერთოდ რას გრძნობ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ჩემი ნაწილი, ეს ჩემი საყვარელი კითხვა გახდა ერთ-ერთი კოუჩისგან წამოვიღე თავის დროზე, რომ შენი რომელი ნაწილი ითხოვს ამას და რას ითხოვს შენგან. და როგორც კი სახელს არქმევ და მე ამის ვერბალიზებას აკეთებ, სიცხადეც უფრო მეტად მოდის და გამბედაობაც უფრო მოყვება და ამას თუ არ იზამ რა ხდება?
ამას თუ არის რჩები, როგორც კარგი გოგო, არ ვიცი, კარგი ადამიანი, რომელიც არ უღალატე შვილებს, არ უღალატე ამგაგებით, ხა ცოტა დრამატიზებულად ხო. არ უღალატე არაფერს შენ ცხოვრებაში იმ მომენტში. მაგრამ უღალატე საკუთარ თავს. და რაც ყოველთვის გინდოდა რომ გეკეთები და იმას არ აკეთებ. ან სხვა იდენტობაში ხარ გაჭედილი. შენი არ არის, სხვა ღირებულებებში ხარ. მე ამას მივყავართ გადაწვის სინდრომთან ზუსტად, მივყავართ აი წუწუნის და შფოთვის მდგომარეობა, რაც ადამიანი ბედნიერი არ არის და გადააქვს მერე შვილებს, სხვებზე და ტოქსიკური ტოქსიკური ნაწილი ხდება კი საზოგადოებისთვის. მადლობა ნინო.